მაქვს უფლება. იმ გუნდის ფოტოა, რომელმაც გუნდურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა. თუმცა ამას ჯერ არ გამოაცხადა. მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებულები დავაჯილდოვოთ. ვფიქრობდი 13 იანვარს, მაგრამ 13-ში შეიძლება წამოსულები იყვნენ ბავშვები. სავარაუდოდ. რას ვიცი. ამიტომ შეიძლება 5 არის კვირა. შაბათი რამე 6. არა 6 შეიძლება არ იყოს. 6 არ იქნება ბავშვებო საკვირაო სკოლა, იმიტომ რომ ქრისტეშობის ღამე 9 საათზე ისედაც ღამისთელის წირვა დაიწყება და ამიტომ ჩვენ ესე უნდა გავაკეთოთ. მე თუ მოვასწარი რომ 30-მდე დავამზადე მედლები ასე გიძლებთ. მაშინ 30-ში იქნება. 30-იც არის ორშაბათი. და თქვენ ორიანი ფლაველები ხართ? მე ახლა ვიჩვენე ფლავში ამდენი პრეზიდენტი. იქ იჩვენეთ ხომ. ანიქ მოეფერეთ ხომ ერთმანეთს. მეცი კაური ვარ, შენაერნერი ვარ. ხოდა ან 30-ში ან მოკლედ ვერ მოხერხ და მე 13-ში სხვა გზა არ გექნება. კარგი, მოდი ახლა ერთი რამ მინდა რომ წაგიკითხოთ ბავშვებო. რადგან შეჯიბრება მიმდინარეობს, ამ შეჯიბრებაში მთავარი რა არის, მე ეს მინდა ვთქვა. და ბოლოში მე რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. და განვიხილოთ რა ყოფილა მთავარი. ჩვენ საკვირაო სკოლაზეა შეიძლება ითქვას. ცოტა ვცელი გია, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ არ დაიღლებთ. მასწავლებელო, შეიძლება ერთი რამ გთხოვოთ? დიახ, ჩემო მაგარო ვაჟკაცო. ოღონდ უარს მომეტყვით მასწავლებელო. ერთი ბავშვი ეუბნება თავის მასწავლებლებს. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი საკვირაო სკოლა. დღეს ბევრია სხვათა შორის საქართველოში, მადლობა ღმერთს. ორი სათლები დავწინდა მაგრამ. ერთი არჩე და დანარჩენები დააწყვეტა გავჩერდა. სადაც ყველა ასაკის ბავშვი დადიოდა. ერთად ლოცულობდნენ და საუბრობდნენ რწმენის, სამშობლოსა და ადამიანობის შესახებ. ამ სკოლაში პერიოდულად ტარდებოდა ხოლმე შემეცნებითი შეჯიბრებები. მოტარდება ხოლმე ქრისტეშობის აღდგომა, ღირსშესანიშნავების. გამარჯვებულები გარდა მედლებისა ჯილდოვდებოდნენ ხოლმე სხვადასხვა ადგილზე დასვენებით, მოვლოცით, თქვენიცით ვინცად მიდისხოთ. სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. უფრო კი ყველა თავის თავს ეჯიბრებოდა. თავის თავს არ ეჯიბრება? სახში რო წახვალ და რო იცი რომ 3 გვერდი გაქვს წასაკითხი და 2-ს რო წაიკითხავ. სხვა რო 3-ს წაიკითხავს. ვიღაც სხვა იმ 3-ს 4-ჯერ წაიკითხავს, ვიღაც 7-ჯერ წაიკითხავს. ვინ გაიმარჯვებს? ანუ ვინც თავის თავს უფრო მეტად აჯობა, თავის სიზარმაცეს უფრო მეტად აჯობა, თავის გართობის სურვილს რომ სხვა რაღაც უნდა და ეკეთებინა, მაგრამ იმას აჯობა და ადგა და წაიკითხა, იმან გაიმარჯვა. ან იგივე სპორტსმენი, ვინც უფრო მეტად ივარჯიშა და არ დაიზარა, იმან გაიმარჯვა. ისე რომ ყველა თავის თავს ეჯიბრება. და ჩვენ მე აქ იცი რას გამოვავლენთ ხოლმე? სახში ვინ როგორ მოერია თავის თავს, თავის სიზარმაცეს, რაც ისე. გამარჯვებულებს კი კვარცხლბეკზე აყენებდნენ და მედლებით აჯილდოვებდნენ. ერთხელ ასეთი რამ მოხდა. როდესაც ოთარი კვარცხლბეკის ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა, მასწავლებელი რატომღაც მათეს უყურებდა. აი ეს მათე და ოთარი დაიმახსოვრა. მათეს უყურებდა. ოთარი ავიდა, მაგრამ მასწავლებელი მათეს უყურებდა. აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა.
მათ ეს არ გაუმარჯვია, თუმცა ძალიან უხაროდა. ანუ ვისაც არ გაუმარჯვია, იმას ძალიან უხაროდა. მათე მივიდა გამარჯვებულ ოთართან და მიულოცა. მასწავლებელმა მათეს თვალებზე ცრემლი შენიშნა. ანუ იმას, ვისაც არ გაუმარჯვია, იმას შენიშნა თვალზე ცრემლი. საკვირაო სკოლის დამთავრების შემდეგ კი ცალკე გაიხმოდა რაღაცას ეკითხებოდა. ეს შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ მოხდა, მაგრამ ეს როცა მოხდება, ამაზე დიდებული აქ არაფერი მოხდება. დააკვირდით. ოთარი ამის შემდეგ ხშირად იმარჯვებდა. ბეჯითი ბიჭი დადგა. ბევრ წარმატებას მიაღწია. ბევრ ახალგაზრდასაც ეხმარებოდა განათლების მიღებაში. გავიდა წლები, ანუ ეს ის ბავშვია, რომელიც კვარცხლბეკზე მაღლა დადგა, გამარჯვებული იყო პირველ ადგილზე, რომელიც ეს ოთარი. მოდი, თან დავხატავ, რომ უფრო ადვილი გასაგები იყოს ჩვენთვის. აი, კვარცხლბეკი დავხატოთ. იაკობ, შენნაირი ნახატი ვერ გამომივიდა, მაგრამ რაღაც მაინც ხომ მოვახერხე. ეს არის ოთარი, აქ რო იდგა. მეორეს რა ერქვა? მათე აქეთ იდგა. მათეს არ გაუმარჯვია. მათეს არ გაუმარჯვია, თუმცა ძალიან უხაროდა. მათე მივიდა გამარჯვებულ ოთართან და მიულოცა. მასწავლებელმა მათეს თვალზე ცრემლი შენიშნა. საკვირაო სკოლის დამთავრების შემდეგ კი ცალკე გაიხმოდა რაღაცას ეკითხებოდა. ეს ხო წავიდი. წლები გავიდა, საკვირაო სკოლის ბავშვები დაიზარდნენ, დაოჯახდნენ. აი დაოჯახებაზეც მინდა თქვა, რომ ადამიანი ახლა ზოგი პატარები ხართ, ახლა 5-6 წლის, მაგრამ ზოგი ხო არის 16 წლისები არიან, 15. შეიძლება ზოგი შეყარებული ყავს ასე ისე. უნდა თითოეული ოჯახი, კარგი ოჯახი, ის მოყარე ოჯახი, სამშობლოს მოყარე ოჯახი. აი როგორც სახს რო საფუძველი აქვს და იმ საფუძველში ხო არის, აი დავუშვათ ბეტონი უნდა ჩაასხა, ხო არის ქვები არის არა? იმ საფუძველში ჩადებული მაგარი ქვა არის თითოეული ესეთი ოჯახი. ამ ოჯახებზე დგას ეს ჩვენი სამშობლო. რაც უფრო მეტი იქნება ესეთი მტკიცე ოჯახი, ღვთისმოყვარე, ღვთისმოშიში ოჯახი, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სამშობლო. ესენიც დაოჯახდნენ, რომ გაიზარდნენ. მასწავლებელი კი მოხუცდა და როგორც ყველა, მანაც ერთ მშვენიერ დღეს გადაინაცვლა მარადილულ სამკვიდრებელში. ანუ გარდაიცვალა მოკლედ. გასვენების წინა ღამით დაძინება არავის უფიქრია, უნდათ როგორც ქრისტიანული წესია, ბოლო ღამე ლოცვით, ფსალმუნების კითხვით გაეთენებინათ. მოდი აქაც გავჩერდები და ვიტყვი. ბოლო ღამის გათენება მარტო ის კი არა, რომ გაათენო. ზოგი ჩვენს პატარაობაში ესე იყო ხოლმე. თავარია გათენებულიყო, ზოგი ჯოკერს თამაშობდა, ზოგი ანეკდოტებს ყვებოდა, ზოგი რასაკეთებდა. თავარია რომ როგორღაც გათენებულიყო და დილით ესე იგი თვალებს დასიებულები რომ ჩათვლიდნენ, რომ გათენდა და ჩაგვეთვალა, ესე იგი კარგად არის ყველაფერი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადამიანს თუ არ ესმის რომ ლოცვით უნდა გაათენოს და მაინც გაათენებს, ანუ მონდომება აქვს ესეთი, ეგ ცუდი კი არ არის, ანუ მან რაც იცოდა ხო გააკეთა. მაგრამ ეხლა ჩვენ შეიძლება ცოტა მეტი ვიცოდეთ და ვთქვათ, რომ თავარი მარტო გათენება კი არ არის, თავარია ლოცვით გათენება. რომ შენ მილოცობ, სალმონი წაიკითხვა ვიღაცას, ეხლა გარდაცვალება ისეთი რამეა, რომ ყველა ოჯახში ხდება ხანი გარდაიცვლება ხანი და იქ რომ შენ ლოცვით გაათენებ, სალმონთა გალობით, სალმონთა კითხვით გაათენებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენს საყვარელ ადამიანს შეავედრებ უფალს, რომ უფალო შენ მიუტევე შეწოდებელი. ეხლა ჩვენ ხო აღსარებას ვამბობთ ხოლმე, აი მე ჩემი მოძღვარი ყავს თქვენ, თქვენი მოძღვარი ყავს ზოგს, ამ ტაძარში ყავს მოძღვარი ზოგს სხვაგან. ადამიანი ხო ცდილობს, რომ ღვთისმცნებით იცხოვროს, თუ რაღაც შეიშალა, ხომ ნანობს ამას და ღმერთი მოწყალე პატიობს. მაგრამ რომ გარდაიცვლება ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანი ხო ვეღარ ნანობს თავის ცოდვას, უпростоად ნის ნანობს, მაგრამ ვეღარ ინანიებს. აი ვეღარ ამბობს აღსარებას, თორე გარდაცვლილი ადამიანი რო ხდება თავის დანაშაულს, ეგრე ცოცხალი ვერ ხდება. ის აღმოაჩენს, რომ თურმე რა ცუდი ყოფილა ცოდვა.
მაგრამ მას სინანულის საშუალება აღარ აქვს. ამიტომ მისი წირის უფალი, მისი ოჯახის წევრები მის მაგივრად ღმერთს ევედრებიან, რომ მიუტევოს შეცოდება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბა შემდეგ რა მოხდა ვნახოთ. მხოლოდ მათე აკლდა იქაურობას. მათე ხო გახსოვთ, რომ მიულოცა. მხოლოდ მათე აკლდა იქაურობას, ღამე რომ უთანებდნენ და ლოცულობდნენ, მათე არ იყო. რომელიც მძიმედ ავად იყო და საწოლი და ვერ დგებოდა. აი მიზეზი რატომაც არ იყო. შუაღამისას მასწავლებლის მეუღლებს თხოვა ახალგაზრდებს, ცოტა დაესვენათ, ცხელი ჩაი დაელიათ, რადგან ციოდა, თან მასწავლებლის დღიური მოიტანა. დღიური, სადაც მასწავლებელი მნიშვნელოვან ამბებს ინიშნავდა ხოლმე. დღიური თეოდორეს მიაწოდეს დასაკითხად. გიორგი, ლუკა, ელენე, ნინო, ოთარი და სხვა ახალგაზრდების მენად იქცნენ. დაინტერესდათ ნეტა რა ეწერა მასწავლებელს იმ დღიურში. თეოდორემ შუამდე გადაფურცლა დღიური და პირველი რაც დაინახა იმის კითხვა დაიწყო. ეხლა მასწავლებლის ჩანაწერებს კითხულობდა. ქრისტეს დღე იყო. ტრადიციულად აღილოს მსვლელობას ვაწყობდით საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად. მეორე დღეს საშობაო შეჯიბრებაში გამარჯვებულები უნდა გამომეცხადებინა. ამ დროს მოვიდა პატარა მათე და მეუბნება. აი ეს მათე, რომელმაც ვერ გაიმარჯვა. მასწავლებელო, შეიძლება ერთი რამ გთხოვოთ? დიახ, მთხოვეთ ჩემო მაგარო ვაჟკაცო. ოღონდ უარს ნუ მეტყვით მასწავლებელო. ვეცდები ჩემო მათე. თუ მე კიდევ გავიმარჯვე, ან საპრიზო ადგილზე გავედი და ოთარი ვერ გავიდა, შეიძლება ჩემს მაგივრად ის დაასახელოთ გამარჯვებულად? ანუ ეს მათე როგორც ჩანს, ხშირად იმარჯვებდა ხოლმე. რატომ ჩემო მათე, ვკითხე მე. არასდროს გაუმარჯვია ოთარს მასწავლებელო, ძალიან უჭირს ხოლმე დამარცხების შემდეგ. მეშინია გული არ გაუტყდეს. არ გეწყინოთ, მაგრამ შეუძლებელია თქვენ ყველას ემოცია შეამჩნიოთ. მინდა რაღაცით დავეხმარო, უარს ნუ მეტყვით მასწავლებელო. მასწავლებელი ეუბნება, ეხლა მადლობა შენს მშობლებს, ჩემო მათე. შენი ასეთი გულისხმიერებისთვის. უთხარი მე და მაშინ დავწმუნდი, რომ ის იყო ნამდვილი ჩემპიონი. აი ამას ხაზი ესმება, ნამდვილი ჩემპიონი. რატო იყო მე თქვა უნდა მითხრათ. რომლისთვისაც გამარჯვებაზე მეტი ადამიანის გახარება და მისი გვერდში დგომა იყო. გაჯილდოებისას მათეს უყურებდი, მისი რეაქცია მაინტერესებდა, ჩანდა რომ უხაროდა. ცრემლიც კი წამოუვიდა, მივიდა, მიულოცა ოთარს. დაჯილდოების ბოლოს ცალკე გავიყვანე და ვკითხე. ჩემო მათე, რას გრძნობდი, როცა ოთარი კვარცხლბეკზე ადიოდა? ანუ ეხლა ხო ვიცით უკვე რომ მათეს გაუმარჯვია თურმე სინამდვილეში. მათეს გაუმარჯვია, მაგრამ მასწავლებელს მათემ სთხოვა რომ მოდი, მე არ მინდა ეგ გამარჯვება. და თქვით რომ ოთარმა გაიმარჯვა. ხოდა ეხლა მასწავლებელი ეკითხება მათეს, რას გრძნობდი მაშინ, როცა შენს ნაცვლად ოთარი ადიოდა კვარცხლბეკზე? მე სამჯერ ავედი კვარცხლბეკზე მასწავლებელო, სამჯერვე ძალიან მიხაროდა, მაგრამ რასაც ოთარის კვარცხლბეკზე ასვლისას განვიცდიდი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. მეშინოდა სიხარულისგან გული არ გამსკვდომოდა. მის გახარებულ თვალებს რომ ხედავდი, მიპასუხა მათე. ანუ ნახეთ რაზე ელაპარაკა. მათე სამჯერ ასულა კვარცხლბეკზე, სამჯერ პირველი ადგილი აუღია. მაგრამ თუ და ამ დროს ხო ვინც ასულხართ, აქ რო გამოვიტანთ ხოლმე კვარცხლბეკს, ხო გახსოვთ? ვინც ასულხართ, რა სიხარულიც გაქვთ, თურმე ეგ ჯერ კიდე ის არ არის, შენს მაგივრად რო სხვა ადის. ეს ჩვენ არ გამოგვიცდია, იმიტომ რომ არ გაგვიკეთებია. მაგრამ ვინც პირველი გამოცდის მაგას, ის გაიგებს მაგ სიხარულს. თუმცა ეგ ეგრე ადვილი არ იქნება. შეიძლება ეხლა დღეს თქვათ რომ მე გავაკეთებ, მაგრამ ეგრე ადვილად ვერ გააკეთებ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახოთ, გამოჩნდება. მე მათე გულში ჩავიკარი და უთხარე, შენს გულს უფალი შეეხო, ჩემო მათე. შენ სასუფევლის სიტყვება გერგო,
ხელი ჩასჭიდა და აღარასოდეს გაუშვა მეთქი. ანუ ის სიხარული, რაც მათემ განიცადა, ეს იყო სასუფეველის სიხარულის ნაწილი, ნაპერწკალი. თეოდორემ კითხვა დაასრულა, გადახედა მეგობრებს, ყველას ცრემლი მოსდგომოდა თვალზე. განსაკუთრებით ოთარი ჩანდა ჩაფიქრებული. ეს ოთარი ვინც? ის მაგივრად იყო. ბოლოს სიჩუმე ოთარმა დაარღვია. მოკლედ ეს მოთხრობა ცოტა კიდევ გრძელდება. მე ამას აღარ დავასრულებ, ეს თქვენ გაქვთ ეს წიგნები, შეგიძლიათ დაასრულოთ, მაგრამ ეხლა მე გეკითხებით. რატომ იყო მათე ნამდვილი ჩემპიონი? აი ეს ვაჟკაცი მინდა რომ აი ნაცრისფერი როაც რატო იყო მათე ნამდვილი ჩემპიონი? მას იმიტომ რომ თავისი გამარჯვება მისცა სხვას. თავისი გამარჯვება სხვას, ანუ და თავისი გახარება მისცა სხვას, რომელსაც არასდროს არ მოუგია. და უნდა სხვას გახარებოდა. ხო და თავისი გახარება რომ სხვას მისცა, სწორედ მაშინ დაიმსახურა მან ისეთი სიხარული, მანამდე რო არ განუცდია, დააკვირდი? აბა მარიამ მას თავისი გამარჯვება მისცა ოთარს და ის გამარჯვება მისცა, რომელიც თვითონ მოიპოვა და თვითონ არ გამოიყენა და ოთარს მისცა. ამით დაეხმარა ოთარს, რადგან არ უნდოდა რომ გული გასტეხოდა. ხო და მერე ნახე რა მოხდა ჩემო მარიამ, რომ დაეხმარა. ნახე ოთარი როგორი ბიჭი დადგა რა. ამ გამარჯვებამ როგორი ბიძგი მისცა. რაღაცა ცხოვრების სტიმული მისცა და მერე ნახე თვითონაც ხო ეწერა სხვა ახალგაზრდებს თვითონაც ეხმარებოდა მე. აი ნახე როგორ ესე იგი ეგეც მათეს დამსახურება. ანუ შენ რომ შეგიძლია რომ შენსაზე უარი თქვა და სხვას გზა დაუთმო. ნახე იქ როგორ ეწერა შენ სასუფეველის სიტყვება გერგო, სასუფეველის სიხარული გერგო. რატომ სასუფეველის? იმიტომ რომ მათეს საქციელი ამ შემთხვევაში ძალიან გავს ქრისტეს საქციელს. ქრისტე ღმერთი ადამიანად მოვიდა, ახლა ხო ქრისტეშობაზე ვსაუბრობ. ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის თავი გაწირა. წარმოიდგინე და ამ მათემაც თავი გაწირა. თავისი თავი უკან დაწირა, სხვა გაატარა. აი ჩვენ წეგან პარაკლისს რო კითხულობთ, ნახეთ როგორი სიტყვები, წმინდა ილია მართლის სიტყვები იყო მოტანილი. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვისო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისათვის, ჩვენი სამშობლო. ეხლა ეს სანთლებით ყველად კი არ მოვიტანე. მოდი ერთი ესეთი პატარა ის ჩავატარო. მოდი ჩემთან. აი ხო სხვადასხვა ნაირი სანთლებია, ნახეთ დააკვირდით. სხვადასხვა ზომის. მოდი მარიამე, ნინი ერთოთი მოდი. დაიჭირე. მოდი შენც. დადექეთ. აქეთ დადექ. მოდი შენც მოჩუბარო, მოდი. მოდი მეორე მოჩუბარო შენც მოდი. აქეთ დადექ. თქვენ ერთნაირი სანთლები უნდა მოგწევთ, ხოლმე მაგაზი ჩხუბია დაიწყო. მოდი შენც. შენც გინდა, მოდი. აი, ორი რა და ორი მოდი. გავმართე. ეხლა შეხედეთ, სხვადასხვა ზომის სანთლები ხო არის? სხვადასხვა ზომის სანთლებია. ეს სანთლები წარმოიდგინეთ, რომ არის ჩვენი წინაპრები. ჩვენს წინაპართა შორის ზოგი დიდი იყო, ზოგი პატარა იყო. შინაგანად. ეხლა ნახეთ რა შეასაკ. აი რა უნდა ეხლა ეს სანთლები შორის რო უჭირავთ ამათ. რა ქვია შენ? მათეს სანთელი აინთება ეხლა ესე რო იდგნენ. არა და ჩათვალეთ რომ ეს არის რწმენა. ეს აი როანთია, ეს არის რწმენა, სამშობლოსადმი სიყვარული, ვაჟკაცობა, ღირსება, ადამიანობა. ეს წინაპარია, ნახეთ ეს დიდია.
წინაპარია. აი ეს სინათლე უნდა ნელ-ნელა გადმოვიდეს, ეს მომავალი თაობა, აი მარიამი რო დგას აქ, ეს მომავალი თაობა. როგორ უნდა გადმოვიდეს? როგორ გაბრია? რა უნდა გავაკეთოთ? აი მარიამამდე უნდა მოვიდეს ეს ნათელი და მერე კიდე გაგრძელდეს უკუნისამდე. რა გავაკეთოთ? უნდა დაეხმაროს. აბა შენ რაღაც კარგი რაღაცა თქვი, მოდი, აი რაღაც გავიგონე. ერთად უნდა მივიდნენ. ახლოს უნდა მივიდნენ. ახლოს უნდა მივიდნენ. აბა მისანე სანთელი ახლოს. აჰა. ხო აინთო. მერე აქეთ აინთება, მერე კიდე აინთება და მარიამამდე მოვა. ანუ იცი რაზეა ლაპარაკი? ჩვენს წინაპრებთან ახლოს უნდა მივიდეთ. რომ შეგვეძლოს ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ ის რაც არის. ახლა თქვენ გონიათ რომ იაკობმა თბილად დახატა ეგ ხე? იაკობი ჭკვიანი მიწე, ნახე რა ხელა ფესვები დაუხატა. ეს ფესვები არის ჩვენი წინაპარი. ჩვენი წინაპარი. ეს მაღლა რომ ამ ხელა გაბუჩქულია. ეს არ იქნებოდა, ეს ფესვები რო ძლიერი არ იყოს. ხო მართალი? თუმცა ერთი შეხედეთ კარგად დააკვირდით. აქეთ დადექი ცოტა ხმად დაინახონ. ეს ფესვები ხო უფრო უშნოდ გამოიყურება ვიდრე ეს ლამაზი ფოთლები. არა, მაგრამ აი ზუსტად ეს ტალახიანი ფესვებია იმის ძალის მიმცემი, რომ ეს ფოთლები ესე ლამაზად იყოს და ნაყოფი ჰქონდეს. ისე რომ მაგრამ აი აქ თუ კავშირი გაწყდა, დაუშვათ აი ჩააქრო, აჰა, რა გავაკეთე? დაუშვათ აი ვიღაცამ ჩააქრო თავისი სანთელი. ანუ ვიღაცამ თქვა ჩვენ წინაპართა შორის. ახლა წინაპრები ჩვენ ღირსეული წინაპრები ყავდნენ, მაგრამ ყავდა ისეთი როგორიც იყო მაგალითად ყორღანაშვილი. დაუშვათ ჩააქრო სანთელი, შენ კი არაფერი დამიშავა, უბრალოდ შენ ბუნებრივად მოხდა. ჩააქრო სანთელი იმისთვის, რომ არ დამეწვას. ამან კი არ ჩააქრო მაგისთვის. აი ცხოვრებაში ვიღაცამ ჩააქრო, თავისი თავი არ უნდა რომ გაიღოს. იმიტომ რომ სანთელი როანთია, ხო იწება, ხო პატარავდება, ხო იხარჯება. მაგრამ შენ თუ არ დაიხარჯე, სხვას ვერ გადასცემ იმ სინათლეს. და ადამიანი რომელიც ეცდება რომ თვითონ გაიღოს რაღაცა, აი როგორც მათემ გაიღო, ხო გაიღო თავისი რაღაცა. და მაგითი რამხელა სიკეთე მოიტანა. ესე რომ ჩვენი წინაპრებისგან ჩვენ ეგეც უნდა ვისწავლოთ, რომ შენი თავი თუ არ გაიღე, ვერაფერი ვერ გაკეთე. შენ უნდა გაიღო რაღაც. მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო, მე ვიყო კარგად. თუ მარტო შენს თავზე ფიქრობ, შენ კარგად ვერ იქნებ. თუ სხვაზე ფიქრობ, მაშინ შენ იმაზე დიდ სიხარულს მიიღებ, ვიდრე ეს წარმოგედგინე. ეგ სანთლები შეგიძლიათ ეხლა ჩააქროთ, სახში რო წახვათ, აი აანთოთ და ილოცოთ. დავძანოთ. მოდი ერთი პატარა ვიდეო ჩააქრე და სახში აანთე და იქ ილოცე მერწად. ერთი პატარა ვიდეო ნახოთ ბავშვებო. და მერე ეს განვიხილოთ. უბრალოდ ორი ვიდეო ნახოთ. ერთი არის უშუალოდ ჩვენი საპირისპირო სკოლის ბავშვების მიერ გაკეთებული და თან გავიხსენოთ ესე იგი. მეორე სკოლის. თან გავიხსენოთ, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს, მაგრამ ქრისტეშობას უკავშირდება და შეგიძლიათ ცოტა ხნით შუქი ჩააქროთ. ანია, შენ როგორ ფიქრობ? ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში სამყაროს მსმელი იშვა. დინა, მოდი ნახე ბავშვები რას ამბობენ. კარგია, მოვეჩვენე. ჩლიესო ცხოველთა ბადაში მიაწვნა ოვლაწმინდა ღვთისმშობელმა. ანია, შენ როგორ ფიქრობ? მიაწვნა იესო ქრისტე ცხოველთა ბადაში? იმიტომ რომ ბეთლემის მოსახლეობამ ქალწულ მარიამს არ გაუღო არც სახლის და არც გოლის კარი. ის ხომ ნაზარეთიდან იყო დროებით შემოსული. ჩვენი უწმინდეს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ქრისტეშობის ღამე საკურთხევლის სანთეს ვანთებთ.
ამით უფალს შეუგნებით, რომ შემოგზავნეს ჩვენს ოჯახში და ჩვენს გულებშიც დაიბადოს. იმისათვის, რომ უფალს ჩვენთვის უბრალოდ და თავშეკავებით ცხოვრება ესწავლები და თავი დაიდაბლა და გამოხაბულ შეისვა საყარო შემოქმნის. როგორი სანათლელი სენზაბია ღმერთი ადამიანად მოვიდა, როგორი უფსკრულია სიყვარულისა მოვიდა, რათა ჩვენთვის ჯვარს იცვას. თუ ღმერთი საყვარლად რომ ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ისი უნდა გვეშინოდეს. ბეთლემთან ახლოს ანგელოზებმა მწყემსებს ახალით მხსნელის მობლინება და გაიცმა ანგელოზთა გალობა. დიდება მაღალთაში ნაღმერთს აქვეყა მასებზე და მშვიდობა და კაცთა შორის საცმაება. დიდება მაღალთაში ნაღმერთს ქვეყანას რა ქალავენ ბავშვები ქრისტეს შობისხარეს სარკმელში სანთელი დავაცოთ და ამით უფალი მოვიჭერთ. უფალი ჩვენთან როგორ მოვა? უფალი ყველა გაჭირებული სახით გვევლინება და როდესაც ქვახაკის გასაჭერს გულთან ახლოს მივიტანთ, ამით უფალს ვეხმარებით. უფალი ყოველი ადამიანის გულის კართან დგას და აკაკუნებს. გამოვიდა გაჭირებულ ადამიანის გულის კარი და ამით უფალი შემოვა და სიხარებს მოგანიჭებს. ესე იგი მარტო საჭის დანთება არ არის საკმარისი. ნინო, მოდი ამ საშობად ჩვენც იმას დავახმაროთ. ღვიძლია რომ თვითონ გაიგოს ჩვენ რომ გავუკეთეთ სიკეთე. აი ესე როგორც წმინდა ნიკოლოზი დაეხმარა. და მხოლოდ ამის შემდეგ გავანცოთ სანთელი. მინდა? კარგი, ესე გავაკეთოთ. ახლა იყო შეგვიძლია სანთელი წავანცოთ. ახლა უკვე ზაებს ეკავე. დავიდი საშობად წივა იწყება. მოდი ერთით ნახოთ ბავშვობა, ეს ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს, ეხლა რასაც ჩავრთოთ. მეც თქვენც არაერთხელ ნანახი, მაგრამ ჩავრთოთ და ერთად განვიხილოთ მერე რა ხდება. ეს პატარა რო მამიკო, დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა. აი ნახავ, მართლა მოვა. მან თვითონ მითხრა სიზმარში. Roniko, პატარა ბიჭზე ვენეზოში მალე ვუშველოთ. მამიკო, ფეხსაცმელი სულ დახეული აქვს. ჩემი ვაჭუკოთ, მე ხომ სხვაც მაქვს. კარგი შვილო.
კეთილ ადამიანები. ხვალ შობის დღესასწაულია. 3 დღე არაფერი მიჭამთ. ქრისტეს გულისთვის მაჭამთ. შემოდი ჩვენთან ბაბუა. გაგახარეს ერთმეში. მამიკო, იქ ერთი ქალი პატარა ბავშვთან ერთად დგას ამ სიცივეში. მამიკო, სად წავლენ ისინი ამ ყინვაში? დარჩნენ ღამე ჩვენთან. კარგი შვილო დარჩენ. ჩემო საყვარელო შვილო, იყავი ბედნიერი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. უფალო, მე კი შენთვის გელოდებოდი. მე შენთან სამჯერ მოვედი, ჩემო საყვარელო. შენ მე სამჯერ მიმიღე და ისე კარგად მიმიღე. უფალო, არ ვიცოდი და როდის მოხვედი. აი არ იცოდე და მაინც მიმიღე. პირველად შენ ის ბიჭი არ გადაარჩინე, არამედ მე გადამარჩინე. როგორც მე მივიღე მაშინ ბოროტი ადამიანებისგან ჭრილობები, ასევე ამ ბავშვმა მიიღო. მადლობა ჩემო საყვარელო. უფალო, და მეორედ როდის მოხვედი? მე სულ ფანჯარაში ვიცქეროდი. და მეორედ არა ხაზაკი, არამედ მე მოვედი თქვენთან. შენ მამასთან ერთად გამხმარ კურსს ჭამთ. მე კი სადღესასწაულო ნამცხვარი მომართვით. და მესამედ ხო მაინც გიცნობდი. და მესამედ მე ჩემს დედასთან ერთად თქვენთან ღამე გავატირე. ეს როგორ? ოდესღაც დედა ჩემთან ერთად მოგვიწია მეფე იროდისგან გაქცევა ეგვიპტეში. შენ მე და დედა ჩემი ხესთან ვიპოვეთ როგორც ეგვიპტის უდაბნოში და თავი შეგვაფარებინე თქვენ სახლში. იყავი ბედნიერი საუბრობთ, ჩემო საყვარელო. დასასრული. აბა ეხლა თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. აი ამ პატარა ლამაზ გოგონასთან ვარ. რა ქვია შენ? ალექსანდრა? აი შენ რა დაგამახსოვრდი? რამდენჯერ მივიდა უფალი ამ ბავშვთან? 3 ჯერ. აი როდის? როდის და როდის? აბა როდის? როდესაც ბავშვი რომ მივიდა. ერთხელ ბავშვი რომ მივიდა, რომ გამოესარჩა ამ ბავშვს. შენ რა სიტყვა? მე მოიჭირე როდესაც გლახაკი დაახურა. კი ბატონო, მესამედ? მესამეთი ისა დედამისთან ერთად მივიდა. ო, დედამისთან ერთად. მე ხა მაინტერესებს. მარტო მაგ ბავშვთან მივიდა უფალი?
აბა ჩვენთანაც შეიძლება რომ მოვიდეს? როგორ, როდის? როცა გძინავს. როცა გძინავს, მაშინაც შეიძლება კიდევ? როცა სიკეთეს გავაკეთებ. როცა სიკეთეს გავაკეთებ. გაჭირვებული სახით მოდის უფალი. გაჭირვებული სახით მოდის უფალი. კიდევ? როდესაც უნეს დახმარება სჭირდება და დავეხმარებით. როდესაც დახმარება სჭირდება, აბა აქეთი წევდა ხელს. არა? ამეჩანა ეს. კიდევ? აი მოიცა ერთი ვაშკაცი ნაჩვენე. აბა როდის? თითოეული გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც ჩვენ დავეხმარებით, ღმერთის სახით წარმოგვიდგენს. თითოეული გაჭირვებული სახით მოდის უფალი. კი ბატონო. ოდა ეხლა ნახეთ რა, ეხლა ხო ქრისტეშობა მოდის და ესე იგი უფალი შეიძლება ყოველდღიურადაც მოდიოდეს ჩვენთან. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ გამოგვეპაროს. აი თითოეული ადამიანი, ვისაც ჩვენი თავი ჭირდება, ესე იგი იმის სახით უფალი მოდის ჩვენთან. ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს. დაუშვათ ჩვენ ეს გამოგვეპარა. ან დაგვეზარა, ან დაგვენანა დახმარება. მე რა ვქნათ? დაუშვათ ამბობს გაეხედა ბარბარე, ორი ბარბარეა. გაეხედა ფანჯრიდან და არ დახმარებოდა ამბობს. რა უნდა ეს? უნდა მოინანოთ ჩვენი ცოდნა. უნდა შეინანა ის რომ ვერ შემეძლო დახმარებოდი და არ დავეხმარე. ან ეს პატარა ამბავი კი არ არის. მარტო ის კი არ არის ცოდვა ბავშვებო რომ დავუშვათ ვიღაცას ცუდს გაუკეთებ. ვიღაცის მიმართ კარგის გაკეთება რომ შეგიძლია და რომ არ გააკეთებ. ეგეც არ ვარ. თუმცა ის უფრო ცუდია. ცუდს რომ გაუკეთებ, მაგრამ კარგი რომ შეგიძლია და არ გაუკეთებ, ეგ პატარა ამბავი არ არის. აბა დახმარებები რომ ეცა და ახალი რომ ვიცა. ახალი რომ მისცა, ხო და აი ჩვენ შევეცადოთ ესე იგი რომ ჩვენგან შორს კი არ არის უფალი, ჩვენთანაც ხშირად მოდის. მაგრამ ამას ჭირდება დაკვირვება. შეიძლება ეს სადღაც უცხო ადამიანი კი არ მოვიდეს. შენს თანაკლასელს გვერდით კალამი გაუფუჭდა. შენ რომ შენი არ დაგენანება და რომ აიღებ და მისცემ, ეგეც ეგ არის. სანამ დაუშვათ აი კლასში ზიხარ და ხო არის ხოლმე ახლა დღეს რომ ან ხაჭაპურს წაიღებს ბავშვი კლასში, ან ყველსა და პურს რავი, რაც აქვს, ვისაც რავს. სანამ აიღებ და მას ჩაკვიჩა, უნდა გაიხედ გამოიხედო. იქნებ ვიღაცა ძალიან შეა, ხო მართა? მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო, სხვაზეც შეხედო ყველას. ეგ დიდი ბუნების მქონე ადამიანების თვისება, რომ ჯერ სხვაზე იფიქროს. შენ ვაი, ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლოთ, აი რაღაც ამას დავაკვირდეთ ხოლმე, აბა ვინმე ხო არ არის მოწყენილი ხო არ არის ვინმე კლასში. დავუშვათ შენ გახარებული ხარ გუშინ რაღაცა ახალი გიყიდეს და გახარებული შედიხარ კლასში. და ბავშვებს უყვები, იცი ბავშვებო, ესეთი რაღაც მაქვს, ისეთი. მაგრამ ამას ჯობია, ჯერ გაიხედ გამოიხედო, ვიღაც მოწყენილი ხო არ არის. იქნებ შენ კი გიხარია, მაგრამ ვიღაცას თუ ხარ რაღაც ცუდი რაღაც შეემთხვა. რაღაც საწუხარი აქვს, განსაცდელი აქვს. და ჯობია რომ ჯერ ის აღმოაჩინო და იმას მოეფრო. მე უკვე დანარჩენი. კარგით რომ აღარ გადაგხაროთ ერთი რამ მინდა გითხრათ ჩვენთან ერთ ადამიანს აქვს დღეს დაბადების დღე. და ჩვენ ესეთი ტრადიციასავით ჩამოყალიბდა მივბაძეთ ერთ-ერთ ტაძარს, მივბაძეთ, ეს ჩვენ არ მოგვიფიქრებია, მივბაძეთ აღარ მახსოვს პირველად სად გავიგონეთ. დაბადების დღე რო აქვს ხოლმე რომელიმე წევს მრევლისა, კალფეტები მიაქვთ ხოლმე და ხალხს ურიგებენ. და ეს მადლი, ამ შენს დაბადების დღეზე, შენ რომ არ ელოდები აქეთ რაღაცა და პირიქით შენ რომ გასცემ, ეს მადლია და ამ ვაჟბატონმა იმედი არ მიწეს რომ ესე თქვი, ჩვენი მეგობარი.
თქვა რომ არ თქვათო რომ ჩემი დაბადების დღეა და ვინც იცის რომ ისი განა იმიტომ რომ რაღაცა უბრალოდ არ უნდა რომ გამოჩნდეს რომ თვითონ ორიგებს გამფეთებს და ამიტომ უჩვეულისპირად გააკეთა ეგ ამბავი და მაგითაც მარტო გამფეთები კი არ დაგვირიგა სულიერი სწავლებებიც დაგვირიგა ამ გამფეთებთან ერთად რომ ისე გააკეთა რომ ჩვენ მას დას ვერ უკრავთ თავი დაუკრათ არ ვიცით ვინ გააკეთა ვის დაუკრათ ამიტომ მადლობა ღმერთს რომ მან ასეთი რაღაც კარგი რაღაც გვასწავლა ჩუმად გააკეთოს უკეთ ავდგეთ აბა ვილოცოთ და მე დაგირიგებ